ქუთაისში რუსთაველის ქუჩაზე ქალაქის მერის შოთა მორგულიას სახელობის ორმო გამოჩნდა, თუმცა ორმოს არსებობა დიდხანს არ დასალდა. მისი სახელდებიდან რამდენიმე საათში ადგილზე დაქირავებული ფირმის წარმომადგენლები მივიდნენ და ორმოს ამოვსება დაიწყეს. ორმოს სახელი არასამთავრობო ორგანიზაცია მონიტორინგის ცენტრმა შეურჩია. მათი განმარტებით აღნიშნული მოქმედების მიზეზი ხელისუფლების გამოფხიზლება და ქალაქში არსებულ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება გახდა. როგორც მოსახლეობა განმარტავს, ორმო წყლის სისტემის რეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ დარჩა და უკვე ერთი თვეა პრობლემას უქმნიდა როგორც მძღოლებს, ასევე ფეხით მოსიარულეებსაც. ერთ თვეზე მეტია, რაც ეს მოგობრობა არის აქ, ხომ და მანქანები ვერ ხედავენ, მაგრამ განსაკუთრებით თუ დიამეტრის დროს ვარდებიან ამაში, იმიდან ნასროლი ქვები. მოდის აგე ტროტუარისკენ, აგე ორი ვიტრინა გატეხა, აგე ახლა 4000 დარია, იმაში გადახდილი, გაიგე? ასე უპატრონობა და უყურადღება არ მგონია, რომ ამდენ ხანს გაჩერებული იყო. შეუთანხმებელი მუშაობა არის ამაცა და წყალგაანტრეს შორის. ხო და ჩაღარეს ხრეშ და მიატოვეს. დღეს ანუ შუადღით შევადღობინეს, რომ იყო გასაკეთებელი და მოვეცადეთ და ვაკეთებთ. კომენტარი გაკეთდა ქუთაისის მერიის მხრიდან. ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის განმარტებით, აღნიშნული ორმოს შეკეთება უკვე დაგეგმილი იყო და აღნიშნული პრობლემის აფიშირებას რეაბილიტაციო სამუშაოებს საეჭვოდ დაემთხვა. არა, გარკვეულ კითხვებს შეიძლება იზბადებს, რომ იცოდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომ დღეს გაკეთდებოდა ეს სამუშაოები და ამიტომ გააკეთა ასეთი აჟიტირება. ხო შეიძლება და ეს თუ ერთი თვის უკან იყო ესეთი სიტუაცია, 2 დღით ადრე, 3 დღით ადრე გააკეთებინა, ეს განცხადება. ალბათ, არ ვიცი, ალბათ იცოდა, ინფორმაცია ხა ქალაქში ისედაც მარტივად ვრცელდება და იცოდა ალბათ, რომ დღეს უნდა ჩაგებულიყო იქ ორმოული სამუშაოებით, უნდა გაკეთებულიყო ასფალტი. ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსის თქმით, ქალაქში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ჩატარებული სამუშაოების შემდეგ დარღვეული გზის საფარის აღდგენისათვის ორკვირიანი ვადა ეძლევა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში შეფერხება ამინდის გამოარესებამ გამოიწვია.